მე ვთქვი და ვიმეორებ იგივეს, რომ წელს კრიმინალი არ გაზრდილა გარდა კრიმინალის იმ ნაწილისა, რომელსაც ქვია ქალის კლა. ვიღაცას ეს არ მოეწონა, ვიღაცამ ეს ვერ გაიგო, მაგრამ რეალობა არის მწარე და რეალობას ქვია ის, რომ წელს საქართველოში კრიმინალში კაცებმა იყო ჩაღეს და ქალის კლა არის დაწინაურებული. და ეს არის არა მხოლოდ დანაშაულის პრობლემა, ეს არის აგრეთვე ძალიან სერიოზული საზოგადოებრივი პრობლემა. მე ძალიან სიამოვნებს, რომ დღეს ქალები და კაცები დადგნენ ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად ჩემთან ერთად. მე მახსოვს 2014 წლის 19 ივნისი, როდესაც მე როგორც იუსტიციის ქალი მინისტრი წავედი სტრასბურგში და ხელი მოვაწერე სახელმწიფოს სახელით ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ სტამბულის კონვენციას. ეს კონვენცია 2011 წლიდან იყო ხელმოუწერელი და მე მხვდა წილად პატივი მომეწერა ხელი ამ კონვენციისთვის, რომლის ხელმოწერის შემდეგაც ჩვენ იუსტიციის სამინისტროში თარგმანი ამ კომპლექსური და გრძელი დოკუმენტისა დავასრულეთ და პარლამენტში წარვადგენთ მისი რატიფიკაციის მიზნით. მაშინ მე მქონდა განცდა, რომ ვიყავი მარტო. მაშინ გაეროს ქალთა ასოციაციის გარდა არავის არ შეუქია ეს საქციელი არასამთავრობო სექტორიდან და არავის არ უთქვამს რა კარგი რამ გააკეთეო. დღეს მე მიხარია, რომ ყველამ გაითავისა, ქალმა თუ კაცმა. დიახ, ჩვენ საზოგადოებას აქვს ეს პრობლემა, რომელიც არის დანაშაული, რომელიც არის ქალის კლა. ჩვენს კანონს პრინციპში სისხლის სამართლის კოდექსს დიდი ხარვეზები ამ მხრივ არ აქვს. ხარვეზები არის ჩვენს მენტალიტეტში და ხარვეზები არის გამოძიებისას, მაგალითად მე დღესაც ვარ უკმაყოფილო იმით, რომ ჩემი თანამშრომლის სოფო ზურებიანის საქმე არ მიმდინარეობს მკვლელობის მუხლით და მიმდინარეობს სასამართლოში არის ისევ ეს საქმე ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლით. არადა სახეზეა ჩემი ქალის გადასახედიდან მკვლელობა. ამ პრობლემებზე მე უკვე თვეებია ვსაუბრობ და ძალიან კარგია, რომ დღეს საზოგადოება ამის გარშემო ერთიანდება. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ჩვენ მუშაობთ ერთობლივ ხედვაზე, სამთავრობო ხედვაზე, თუ როგორი უნდა იყოს არა მხოლოდ პრევენციის, არამედ რეპრესიის მექანიზმიც. ქმრები, რომლებიც ხედავენ, რომ ქალის კლა კვალიფიცირდება ჯანმრთელობის დაზიანების მუხლით, რა თქმა უნდა, ამგვარ კვალიფიკაციას არ აქვს გადამარწმუნებელი ეფექტი. ამიტომ მკვლელობას უნდა დაერქვას მკვლელობა და მე ამ პრობლემის შესახებ თვეებია ვსაუბრობ. ის ჩვენი ხედვა, რომელსაც რამდენიმე დღეში მთავრობა და მთავრობის ადმინისტრაცია გააცნობს საზოგადოებას, გულისხმობს როგორც პრევენციის, ასევე რეპრესიის მექანიზმებსაც. პრევენციაში უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩართული ძალიან მაღალი ხარისხით განათლების სამინისტრო. რაც შეეხება შრომით ურთიერთობებს, ჩვენ გახსოვთ შარშან შრომის კოდექსის რეფორმა ჩავატარეთ, სადაც დასაქმებული დამსაქმებლის აბსოლუტური ძალადობისგან და თვითნებობისგან დავიცავით. დღეს არის პრაქტიკაში ამ მუხლების გამოყენების პრობლემა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამსაქმებელი ამ რეფორმის მუხლებს არ იცავს და ამისთვისაც ჩვენ სხვათა შორის ევროკავშირი გთხოვს, რომ შევქმნათ გარკვეული ინსპექტირების მექანიზმიც, რომ კანონის პრაქტიკაში გატარების შესახებ არსებობდეს ინსპექტირების ორგანო. რაც შეეხება ქალთა უფლებებს, ჩვენ არასამთავრობო სექტორთან ერთად, მათ შორის ომბუდსმენის მონაწილეობით, შევქმნით ახალი ნორმები ქალთა უფლებების უკეთ დასაცავად შრომით ურთიერთობებში და რა თქმა უნდა, უწყებათა შორისი საბჭო, რომელიც სამწუხაროდ რამდენიმე თვეა გაჩერებულია და დარწმუნებული ვარ, მალე ამუშავდება, ამ საკითხსაც განიხილავს და გაითვალისწინებს როგორც იუსტიციის სამინისტროს დასკვნებს, ასევე პირველ რიგში ომბუდსმენის დღევანდელ რეკომენდაციებსაც.